მარწყვის, ალუბლის, ნაღების კრემის, შოკოლადის კრემის, კარამელის. მოკლედ, ვაცხობთ ჩემ ფავორიტ ნამდვილ ამერიკულ pancake-ებს. ვამზადებ ამერიკულ pancake-ებს. ჩემს რეთ ყველაზე გემრიელი pancake-ები მთელ მსოფლიოში. ძირითადად ამზადებენ საუზმისთვის, თუმცა ისეთი გემრიელია, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება მიირთვათ. თვითონ pancake-ი არის მსუყე, იმიტომ რომ ცომიც არის მსუყე და მისი დანარჩენი ინგრედიენტებიც უფრო გემრიელს და უფრო მსუყეს ხდის. მზადდება ძალიან მარტივად. გჭირდება თბილი რძე. დაახლოებით 400 მილილიტრი დასაწყისისთვის 400 მილილიტრი თბილ რძეში ჩავყარე დაახლოებით 5 გრამი საფუარი. კარგად რომ მოურიო დავიხმარ მიქსერს. დავამატებ 100 გრამ შაქარს 70 გრამ შაქრის ფხვნილს და კარგად გავთქვიფავ. ასევე დავუმატებ ვანილის ესენციას დაახლოებით 3-4 წვეთი. დავუმატებ რძეს. რძე საერთო ჯამში მაქვს 1 ლიტრი. მარილი გემოვნებით. ცოტა. და ფქვილი. საბოლოო მასა უნდა გამოვიდეს არაჟანზე ცოტა უფრო თხელი. თან ვურევ და ნელა-ნელა ვამატებ ფქვილს, სანამ არ მივიღებ სასურველ კონსისტენციას. აუცილებლად კიდევ უნდა 1 კვერცხი. pancake-ის ცომი მზად არის, გამოვიყენე მე დაახლოებით 400 გრამი ფქვილი 1 ლიტრა რძეზე. გამოვიდა იდეალური, უნდა იყოს სქელი, ისე რომ არ წყდებოდეს. არის არაჟანზე ცოტათი თხელი. ძალიან გემრიელია, ტკბილია. ვანილის არომატი აქვს. მოკლედ ამას სჭირდება ახლა გამოცხობა. ათკვიფილი კრემი მზადდება ძალიან მარტივად, სჭირდება აუცილებლად მაღალცხიმიანი ნაღები, მინიმუმ 33% და მიქსერი. მიქსერი ვიწყებ დაბალი სიჩქარით. ათკვიფილი კრემი თუ გინდათ რომ გამოვიდეს ტკბილი, დაამატებთ შაქრის ფხვნილი, ცოტათი ვანილის ექსტრაქტიც ძალიან უხდება. მაგრამ ამ შემთხვევაში მე უბრალოდ ზემოდან მოვაყრე შაქრის ფხვნილს. ათკვიფილი კრემი მზად არის. მის მომზადებას სჭირდება დაახლოებით 3-4 წუთი. ეხლა მოვამზადებ გემრიელ ტკბილ კარამელის соуს. კარამელის მოსამზადებლად გვჭირდება აფა, ცოტა ოდენი კარაქი, ყავისფერი შაქრის გრანულები, დაახლოებით 100-150 გრამი და ასევე ნაღები. ნაღები აქ უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ დაბალცხიმიანი, დაახლოებით 20-22%. ბევრი არ გვჭირდება, დაახლოებით 70-80 მილილიტრი. და დაველოდები ყავისფერი შაქრის დადნობას. როგორც კი წამოდუგდება, კარამელი მზად არის. გრანულები თითქმის დადნა, ფერიც ზუსტად ისეთი მიიღო, როგორც მინდა, ღია ყავისფერი. შეგვიძლია უკვე დავიწყოთ pancake-ების გამოწყობა. გამოსაწყობად გვჭირდება pancake-ის ტაფა, რომელიც არის დაბალძირიანი, მაგრამ ჩვეულებრივ ტაფაზეც ნორმალურად ცხება. ცეცხლი, კარაქი. კარაქი უბრალოდ უნდა გადაუსვა. ცომი. პირველ pancake-ს მოვამზადებ მარწყვის pancake-ს. იქნება 3 სართულიანი, თითოეულ სართულებში იქნება ჩაჭრილი მარწყვი.
თითო pancake-ის მომზადებას სჭირდება დაახლოებით 3-4 წუთი. გააჩნია რამსის ქია. pancake-ი მზად არის. ვიმეორებ ზუსტად იგივეს. ცოტათი კარაქი. ამასობაში დავჭრი მარწვს. შაქრის ფხვნილი, საგულდაგულოდ მოვაყრი, ათქვეფილი კრემი. მას დღის ნებისმიერ დროს შევჭამდი მე. ისევ შაქრის ფხვნილი. მარწყვის pancake-ი თითქმის მზად არის, ბოლო დეტალი. გახეხილი შოკოლადი ზემოდან. შვენიერი. ახლა მზად არის. მარწყვის პირველი pancake-ი მზად არის, შემდეგი pancake-ი იქნება ალუბლის გულსათით. ვაგრძელებ pancake-ების გამოცხობას. ალუბალი შეგიძლიათ პირდაპირ ცომში ქონდეთ ან გამოცხობისას. უბრალოდ ასე ლამაზად ჩაულაგოთ. ალუბალს პირდაპირ ცომში ვაწყობ. ცეცხლი აუცილებლად უნდა იყოს საშუალო და მოვატრიალებ. გავაკეთებ 3 pancakes, სამივეში ალუბალს ჩავაწყობ. გამოცხობა სჭირდება დაახლოებით 3-4 წუთი. წუთნახევარი ერთი მხარე, მეორე მხარეც წუთნახევარი. ალუბალი ცოტა მჟავია, ცომი ტკბილია, ამას ძალიან მოუხდება მერე ბოლოში კარამელი. ცეცხლი უნდა იყოს საშუალო. ალუბალს არ დავინანებ, ბლომად გავუკეთებ. როგორც კი pancake-ი დაიწყებს მოძრაობას, უკვე შეგვიძლია ამოვატრიალოთ. კარამელი უკვე მზად მაქვს. შემიძლია დაბალ ცეცხლზე დავადგა. მეორე pancake-იც მზად არის. მესამე და ბოლო ფენა. ისევ კარაქი, ისევ ცომი და რა თქმა უნდა ალუბალი. მჟავი ალუბალი ტკბილ ცომს უფრო გააგემრიელებს, ზემოდან კიდევ კარამელს მოვასხავ და pancake-ი კარამელით ძალიან გემრიელი გამოვა. კარამელი თითქმის გაცხელდა, ამას მორევა სჭირდება. კარამელიც გავაცხელე, შემიძლია გამოვთო. მესამე pancake-იც თითქმის მზად არის. გამოვთავ. კარამელს ზემოდან მოვასხავ. ზემოდან ცოტა ათქვეფილი ნაღები. ერთი ალუბალი და შემიძლია ცოტა კარაქის დაუდო გვერდზე. ალუბლის pancake-ი ამერიკულად მზად არის. ნაღებმა ეგრევე დადნობა დაიწყო, კარაქმაც, მოკლედ ძალიან გემრიელი იქნება ეს. მესამე და თამთასთვის ყველაზე საყვარელი pancake-ი, ანუ შოკოლადის pancake-ი. მზადდება ასევე ძალიან მარტივად. შოკოლადს შავახეხავ. შემიძლია უბრალოდ მარტივად თავიღო და ჩავატეხო კიდევაც. თამთას შოკოლადი ძალიან უყვარს, ამიტომ არ დავინანებ და ბევრს ჩავატეხავ. ცოტა ნიგოზიც. ცეცხლი საშუალო უნდა იყოს აუცილებლად. გენიალური pancake-ი გამოვა. ამოვატრიალებ. არა უშავს. პირველი pancake-ი მზად არის. ცოტა კარაქი, ისევ ცომი.
ბევრი შოკოლადი. ძალიან უხდება მაღალპროცენტიანი კაკაოთი. ნებისმიერი თხილეული. კარაქი, ცომი, შოკოლადი. მიგოზის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი თხილეული. შაქრის ფხვნილი. შოკოლადის სიროფი. კარგია. ეს უნდა გავსინჯო. ცოტა ნიგოზი ზემოდან და შოკოლადის pancake მზად არის. ეს უნდა გავსინჯო. დამდგარი შოკოლადი. ნაგაია. კბილია. ნიგოზი ხრაშუნაა. მოკლედ, თამთა საყვარელი pancake ძალიან გემრიელი გამოვიდა.